ოდესმე გიყურებიათ თუ არა მთვარისთვის, როგორ იცვლება, ნელ-ნელა როგორ ბნელდება, იღებს ღრმა წითელ ფერს და ბოლოს ისევ ანათებს. თუ კი, მაშინ თქვენ გინახავთ მთვარის დაბნელება. ინგლისურად ამას lunar eclipse უძახიან, lunar ანუ მთვარესთან დაკავშირებული და eclipse არის სიტყვა, რომელიც ბერძნულიდან მოდის და ნიშნავს დატოვებას. და თანამედროვე ინგლისურში ასევე ნიშნავს გადაფარვას. საუკუნეების განმავლობაში ადამიანები იყვნენ აღფრთოვანებული და განსვიფრებული იმით, თუ როგორ შეიძლება უცებ გაქრეს სავსე მთვარე. მაგალითად, ინკების უძველესი ცივილიზაცია რომ ავიღოთ, ისინი მიიჩნევდნენ, რომ გიგანტური იაგუარი ჭამდა მთვარეს, როცა მთვარის დაბნელება ხდებოდა. დღეს ვიცით, რომ სინამდვილეში ეს არის დედამიწის ჩრდილი. ანუ დედამიწა ეფარება მთვარეს, ჩრდილავს მზისგან. საერთოდ რატომ ხედავთ მთვარეს? მთვარეს ხედავთ იმიტომ, რომ ის ირეკლავს მზის სხივებს. ანუ თვითონ მთვარე სინათლეს არ გამოსცემს და ყოველთვის განათებულია მთვარის ერთი ნახევარი, რომელიც მზეს უყურებს. და ჩვენ მაშინ ვხედავთ ამ ნახევარს მთლიანად, ანუ სავსე მთვარეს მაშინ ვხედავთ, როცა დედამიწა არის მთვარესა და მზეს შორის. ამ დროს არის სავსე მთვარობა. და ზოგჯერ განლაგება უბრალოდ ემთხვევა, ანუ მთვარეს ზუსტად ეფარება დედამიწა, ანუ მთვარის გადმოსახედიდან მზე აღარ ჩანს და მზის გადმოსახედიდან ალბათ მთვარე აღარ გამოჩნდებოდა, რომ შეგვეხედა. აი ეს არის როგორც ხდება მთვარის დაბნელება. და მთვარის დაბნელების დანახვა შესაძლებელი არის ნებისმიერი წერტილიდან, რომელიც არის იმ მხარეს დედამიწის, სადაც ღამეა. და დაბნელება გვაქვს ორი ტიპის: სრული და ნაწილობრივი. სრული დაბნელებისას დედამიწის ჩრდილი მთლიანად ფარავს მთვარეს. ანუ მზის სხივები, რომლებიც პირდაპირ მიდის მთვარისკენ, ვეღარ აღწევს მთვარის ზედაპირზე, იმიტომ რომ ხდება დედამიწას. თუმცა მთვარე მთლიანად მაინც არ ქრება. მაინც ჩანს მკრთალად და ძალიან მუქი მოწითალო მოსტაფილოსფრო ფერისაა. რატომ არის ასე? საქმე ისაა, რომ როცა მზის სხივები დედამიწის ატმოსფეროში გადის, ისინი ოდნავ გადაიხრება და ეს გადახრილი სხივები აღწევენ მთვარემდე. იმის გამო თუ როგორ ფანტავს ჩვენი ატმოსფეროს სინათლის ნაწილს, რომელიც რაღაც ფერებს შეესაბამება და წითელ და ნარინჯის ფერს არა, ზუსტად ეს ფერები აღწევენ ჩვენი ატმოსფეროდან და ხვდებიან მთვარეზე. ამიტომ აქვს დაბნელებისას მთვარეს ასეთი ფერი. მთვარის ნაწილობრივი დაბნელებისას დედამიწის ჩრდილი მხოლოდ ნაწილობრივ ფარავს მთვარეს და ამიტომ მზის სხივების გარკვეული ნაწილი პირდაპირ აღწევს მთვარის ზედაპირზე. ამიტომაა, რომ ნაწილობრივი დაბნელებისას მთვარის მთლიანი ზედაპირი არ ხდება მუქი წითელი. ახლა მთვარის სრული დაბნელება ხდება მხოლოდ სავსე მთვარეობისას. ეს იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი წერტილი მთვარის ორბიტაზე, როცა დედამიწა არის მთვარესა და მზეს შორის. მაგრამ თუ ასეა, შეიძლება გაჩნდეს შემდეგი კითხვა: რატომ არ ხდება მთვარის დაბნელება ყოველი სავსე მთვარეობისას? ამაზე საპასუხოდ უნდა შევხედოთ მთვარის ორბიტას. მთვარის ორბიტა დედამიწის გარშემო არის ოდნავ დახრილი დედამიწის მზის გარშემო ორბიტასთან შედარებით. და ამ დახრილობის გამო, სავსე მთვარეობისას მთვარე დედამიწას ან ცოტა ზემოდან, ან ცოტა ქვემოდან ჩაუვლის და ასწდება ჩრდილს. მთვარის დაბნელება ხდება მხოლოდ მაშინ, როცა მზე, დედამიწა და მთვარე თითქმის ზუსტად ერთ ხაზზე არიან განლაგებული. როცა ცოტა აცდენილია, ვიღებთ ნაწილობრივ დაბნელებას. როცა განლაგება არის ზუსტი, მაშინ ვიღებთ სრულ დაბნელებას. ამიტომ თუ ოდესმე გაგიმართლათ და მთვარის დაბნელებას შეესწარით, გახსოვდეთ, რომ ეს ჩვენი პლანეტის დამსახურებაა, რომელიც მთვარეს აეფარება და მზის სხივებს არ მიუშვებს მის ზედაპირზე.